2 მაისი დიდი ბრიტანეთის პრინცესა შარლოტას დაბადების დღეა. კემბრიჯის ჰერცოგის და ჰერცოგინიას უმცროსი შვილი 1 წლის გახდა. სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა წევრის დაბადების დღესთან დაკავშირებით ოჯახმა იუბილარის ფოტოების სესია გამოაქვეყნა. პრინცესა შარლოტა აღფრთოვანებული პუბლიკის წინაშე პირველად დაბადებიდან რამდენიმე საათში წარსდგა. სენტ მერის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ღრუბლზე მშობლებმა ახალშობილი პირველად გაიყვანეს. ამავე საავადმყოფოში დაიბადა შარლოტას უფროსი ძმა პრინცი ჯორჯიც. პირველი ოჯახური გასეირნება 2 თვის შემდეგ მოეწყო. შარშან ივლისში პრინცესა შარლოტა ნორფლოკში, სანდინგემის სასახლის პატარა სამლოცველოში მონათლეს. კაბა, რომელიც ნათლობაზე პრინცესას ეცვა, მე-19 საუკუნის კაბის ზუსტი ასლია. სწორედ ასეთ ტანსაცმელში ნათლავენ სამეფო ოჯახის წევრებს მე-19 საუკუნის შუიდან. ნათლობის შემდეგ პრინცესა შარლოტა ობიექტივებიდან გაქრა, თუმცა პერიოდულად ბავშვის ფოტოებს დედამისი აქვეყნებდა, რომელიც ფოტოგრაფიით არის გატაცებული. ეს ფოტოები კი სამეფო ოჯახმა საფრანგეთის ალპებში დასვენების დროს გადაიღო. პატარა პრინცესას სრული სახელი შარლოტა ელიზაბეთ დიანაა და ბებიის და დიდი ბებიის საპატივცემულოდ დაარქვეს. ამ უკანასკნელმა სულ ახლახანს 90 წლის იუბილე აღნიშნა. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა დედოფალის შვილიშვილების და შვილთაშვილების გარემოსვაში აღბეჭდა. ნორფლოკის სამეფო რეზიდენციის ბაღში მოთამაშე პრინცესა შარლოტას ფოტო კემბრიჯის ჰერცოგინია კეთრინმა გადაუღო.